ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ალბათ ნებისმიერ თქვენთან გასგონია შემთხვევა, როდესაც კომპიუტერიდან მნიშვნელოვანი მასალა გაქრა, როგორ ხდება ინფორმაციის აღდგენა მეხსიერების ბარათიდან, ხელნაწერებიდან და კომპიუტერიდან, რის საშუალებას იძლევა ახალი ტექნოლოგიები. ამას დღეს პირდაპირ ეთერში გავიგებთ საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი როლანდ მახმუდოვი, ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დოდო ჯორგოლაშვილი და ექსპერტიზის ბიუროს ადმინისტრაციის უფროსი თამარ მელაშვილი არიან ჩვენი სტუმრები. დილომშვიდობის, მოგესალმებით. ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია უნდა მივიღოთ თქვენგან, რაც ვიცით ნაწილი არ ვიცით და ასე შემდეგ. მოდით ამ აპარატით დავიწყოთ, რომელიც ჩვენს წინ არის, საკმაოდ ისეთი ბევრი კაბელები და შნურებია აპარატში. რა ასაკეთებს ეს და თქვათ როგორ უნდა აღვადგინოთ რეალურად წაშლილი ინფორმაცია ტელეფონიდან, კომპიუტერიდან, სად უნდა მოვიდეთ, როგორ გავაკეთოთ ეს და ყველაფერი მოგვიყვეთ მოკლედ. ამის აპარატის მეშვეობით შესაძლებელია ინფორმაციის აღდგენა მობილური ტელეფონებიდან, GPS მოწყობილობებიდან, ტაბლეტებიდან. შესაძლებელია ინფორმაციის აღდგენა როგორი სახის არის SMS შეტყობინებები, კონტაქტები, ციფრული სურათები, ვიდეო მასალა და სხვა სახის ნებისმიერი ციფრული ინფორმაცია, რომელიც ინახება იმ მოწყობილობებში. ეს кейსი, რომელიც დღეს გვაქვს, ეს მხოლოდ მობილურების არის. ამის кейსი ემსახურება მხოლოდ მობილურ ტელეფონებს, აქ წარმოდგენილია ანუ ყველა მობილური ტელეფონის კაბელი, რომელიც დღესდღეობით არსებობს ბაზარზე და ასევე სპეციალური მოწყობილობა, რითიც შესაძლებელია ამ ინფორმაციის აღდგენა ამოღება. აღნიშნული ტექნოლოგია არის 21 საუკუნის და შესაბამისად დღესდღეობით ეს ტექნოლოგია გამოიყენება ამ საქმიანობისათვის. ანუ ჩვენს თანამედროვე ტექნოლოგიებით სარგებლობთ. ქალბატონ თამარ, მინდა გითხოთ როგორ უნდა მივიღოთ აღნიშნული მომსახურება? აღნიშნული მომსახურების მიღება შეუძლიათ ფიზიკურ პირებსაც ჩვეულებრივ და ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის თქვათ, რომ მაგალითად გვანცასაც საკმაოდ მნიშვნელოვანი სურათები წაეშალა კომპიუტერიდან მაგალითად. როგორ უნდა მივიღოთ ეს მომსახურება? ექსპერტიზის ბიუროში ტარდება 500-მდე სახეობის ექსპერტიზა საერთოდ. ყველა მიმართულებით და სფეროთი რაც კი შეიძლება წარმოედგინოთ. შესაბამისად, ექსპერტიზის ბიუროში სამწუხაროდ ესეა გავრცელებული, რა თქმა უნდა, რომ ჩვენთან ძირითადად საგამოძიებო მოქმედებებისთვის ინიშნება ექსპერტიზები. ეს არის რაღაც გარკვეული ნაწილი ჩვენი საქმიანობის, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი არის კერძო და იურიდიული პირების მიერ დანიშნული, ფიზიკური პირების მიერ დანიშნული. თქვენ შეგიძლიათ დანიშნოთ ექსპერტიზა, მე მაგალითად შემიძლია გითხრათ ოქროს ნაწარმის ან ძვირფასი თვლების ექსპერტიზა, ქსოვილების, კვებითი პროდუქტების, ფარმაცევტული საშუალებების. ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ ნამდვილად. ნამდვილად მისაღები არის ფასი, მე მაინტერესებს. ფასი, ეს ჩვენი ფასები განთავსებული არის ექსპერტიზა Go.gz-ზე შეგიძლიათ იხილოთ საიტზე. თუმცა ზუსტად მაგ მითითებული ფასებით არ ხდება ხოლმე ყველა შემთხვევაში და ანგარიში, მაგრამ შეიძლება ექსპერტიზა გახდეს კომპლექსური. კი ბატონო. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეიძლება გეგონოთ, რომ მხოლოდ ერთი ტიპის კვლევა არის საჭირო ამა თუ დასკვნის მისაღებად, მაგრამ კვლევისას აღმოჩნდება, რომ იქ სხვა ტიპის დეპარტამენტებიც უნდა ჩაერთონ. თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ არის სანდოობა და ჩვენ ვიცით, რომ მივიღებ ზუსტ ინფორმაციას. ამ სანდოობაზე მინდა გითხოთ ქალბატონ თამარ, სანდოობა ანუ სერტიფიკატები, რომელსაც ფლობთ თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელსაც მუშაობთ, ამის შესახებ თუ შეიძლება გესაუბროთ. ბიუროს მონიტორინგული აქვს საერთაშორისო სტანდარტი ISO 1795, რაც თავარი ბიურო 2010 წლიდან გახლავთ ევროპის სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი, NFSA-ის წევრი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ესე ვთქვათ მონოპოლისტი ორგანიზაცია ევროკავშირში ამ მიმართულებით. ჩვენი ესეთი სრულუფლებიანი წევრობა ზუსტად იმის მანიშნებელია, რომ ის ექსპერტიზები, რომლებიც ჩვენთან ტარდება, არის ძალიან მაღალი ხარისხის და მისი სანდოობის ხარისხი ძალიან მაღალია. გარდა ამისა, ბიურო სისტემატურად მონაწილეობს ჩვენი ლაბორატორიების საერთაშორისო ლაბორატორიათა შორის ტესტირებებში და ყოველთვის ძალიან მაღალი შედეგით სრულდება ეს ჩვენი მონაწილეობა. მე ერთხელ დამჭირდა და საკმაოდ დადებით პასუხით, კარგი პასუხი მივიღე სწორი თქვენ ექსპერტიზის ბიუროსგან. ქალბატონ დოდო, მინდა გითხოთ ქიმიურ-ნარკოლოგიურ დეპარტამენტზე, რომელიც მუშაობს, რას საქმიანობს ეს დეპარტამენტი? ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტი საკმაოდ ფართო დეპარტამენტია, ესე ვთქვათ, თავის თავში მოიცავს 5 სხვადასხვა მიმართულებას და მე ვიტყოდი, რომ 5-ვე მიმართულება ჩვენი ტელემაყურებლებისთვის ძალიან საინტერესო იქნება. ესენი არის კვების პროდუქტები, ნავთობპროდუქტები, ტოქსიკოლოგია, ნარკოლოგია და ზოგადი ქიმია. ამ ექსპერტიზაც სტარდება ჩვენთან. რამდენ მომმართველი ქართული კომპანიები, ანუ ქართული ბიზნესი რამდენად არის თქვენი ასე ვთქვათ მომხმარებელი? რასაკვირველია არის ქართული ბიზნესი ჩვენი მომხმარებელი და რასაკვირველია ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ისინი ინტერესდებიან იმ საწვავის ხარისხით, რომელიც მათ შემოაქვთ.
ანუ აქ ხდება ხარისხის კონტროლი, კვების პროდუქტებიც მინდა კითხოთ. ძალიან ბევრი კომპანია საქმეობს, იგივე ხოს პროდუქტების კომპანიები, ძალიან ბევრი კომპანია საქართველოში, რომელიც წარმართულებით აწარმოებს პროდუქტს. არიან ისინი თქვენი მომხმარებლები აქ აკეთებენ ექსპერტიზას თუ არიან ჩვენი მომხმარებლები, ისევე როგორც არიან უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, რომელსაც შეაქვს და თვითონ ესენი არიან მომხმარებლები ამ პროდუქტების და ამოწმებენ მათ შეტანილ პროდუქტებს და აქედან გამომდინარე ამ კერძო წარმოებებსაც უკვე უჩნდებათ სურვილი რომ ჩაატარონ ექსპერტიზა და დაზღვეულები იყვნენ კონტექსტ ჩვენი მიერ გაცემული დასკვნები რომ მათი პროდუქტი არის ნამდვილად ხარისხიანი. საგამოძიებო მოქმედებები ახსენეთ, რომელსაც მინდა ვკითხო, ან თქვენი დეპარტამენტი თუ არის სამმართველობის ჩართული პროცესებში, ახლა კონკრეტულ საქმეებს ალბათ ვერ ვიტყვით, რა გამოიძიეთ და როგორ, თუმცა რამდენად ხდება, ანუ ასე ვთქვათ, კიბერდანაშაულები საქართველოში და ასე შემდეგ, რამდენად საჭიროა და რამდენად დატვირთულია თქვენი დეპარტამენტი ამ მიმართულებით. ჩვენი დეპარტამენტის სერვისები ხელმისაწვდომი როგორც საგამოძიებო წყობებისათვის, ასევე კერძო პირებისთვის და იურიდიული პირებისათვის. ჩვენ დეპარტამენტი ჩართული აქტიურად, ან როგორც კიბერდანაშაულის გამოძიებაში, ასევე სხვა ელექტრონული დანაშაულის გამოძიებაში. დიახ, სტატისტიკის მიხედვით თუ შევხედავთ, დაახლოებით თვეში გვაქვს 80-დან 100 საქმე. სწორედ ამის გამო მინდა კითხოთ, ქალბატონ თამარ, კომპლექსური სამუშაოები არის ჩასატარებელი, როგორც ხედავთ, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან თემაზე. როდესაც მომხმარებელი მოგმართავთ, რა თქმა უნდა, იქნება დაწესებული დრო, რა ვადაშიც თქვენ უნდა მიაწოდოთ პასუხი. რამდენად ხანგრძლივად მოითხოვს, ასე ვთქვათ, დროში რამდენად არის გახანგრძლივებული ეს პროცესი? ძალიან ზუსტად არის გაწერილი. მომხმარებელი მობრძანდება ჩვენთან სერვის ცენტრში. ის აფორმებს ხელშეკრულებას, ეს არის მზა ფორმა. ინიშნება ექსპერტიზა, თუ საჭირო არის ნითკიცება, მომხმარებელი არის ვალდებული და პასუხისმგებელი წარმოადგინოს ნითკიცება და ის არის პასუხისმგებელი ნითკიცების ნამდვილობაზე. ამას ექსპერტი არ ამოწმებს. შემდეგ ინიშნება ექსპერტიზა და უკვე მომხმარებლის ნებასრულზე დამოკიდებული. თუ მას ძალიან ეჩქარება, არის დაჩქარებული ექსპერტიზის ფორმა, რომელიც 5 დღის ვადაში მზადდება, ამ შემთხვევაში თანხავა ორმაგდება. თუ კი არ არის ეს დაჩქარებული, მაშინ 30 სამუშაო დღის ვადაში სრულდება. არის გამონაკლისები მხოლოდ სამშენებლო ექსპერტიზის კუთხით პროექტირების თვალსაზრისით. აქ არის გონივრული ვადა, იმიტომ რომ გააჩნია პროექტს და წარმოუდგენელი მასშტაბის პროექტებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი და სამედიცინო ექსპერტიზის კუთხით იქაც გონივრული ვადა მითითებული, დამოკიდებულია სხვადასხვა სფეროს ექიმების. და ქალბატონ თამარ, სფერო რომელსაც თქვენ საქმიანობთ სექტორი ზოგადად არის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ასე ვთქვათ დამოკიდებული და ვითარდება ასე ვთქვათ ყოველდღიურად. რამდენად მიუყვებით ამ განვითარების პროცესს და სამომავლო გეგმებით რო გითხრათ, რა გაქვთ დაგეგმილი ასე ვთქვათ უახლოეს მომავალში და სიახლეები იქნება ექსპერტიზის ბიუროში. განვითარების კუთხით მე როგორც აღნიშნე, სწორედ ის საერთაშორისო ლაბორატორიათა შორისი ტესტირებები ერთ-ერთი საფუძველი ამის, რომ მუდმივად ჩვენი ლაბორატორიები შესაბამებობდნენ სტანდარტს. გარდა ამისა, მუდმივად ჩვენი ექსპერტები მონაწილეობენ საერთაშორისო ტრენინგებში. მიემგზავრებიან და ეცნობიან საზღვარგარეთ არსებულ პრაქტიკას. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ძალიან დიდ ყურადღებას ვანიჭებთ ჩვენი მომხმარებლისთვის სერვისების გამარტივების პროცესს და გარდა ამისა, კომფორტულად რომ იგრძნონ თავი და სწორედ ამ მიზნით ჩვენ გვაქვს ყველა კუთხეში საქართველოს ჩვენი რეგიონალური ბიუროს ოფისები და ხდება მათი ინფრასტრუქტურის განახლება, მაგალითად მომავალ წელს იგეგმება დასავლეთ რეგიონის ქუთაისის რეგიონალური ოფისის. თუმცა ამ ბიუროებში ალბათ ყველა ხელმისაწვდომი არ იქნება, ყველა სერვისი და აქ იგზავნა. თითქმის ყველა. აჭარის დასავლეთ საქართველოს ანუ ქუთაისის რეგიონალურის თითქმის ყველა, კახეთში გვაქვს დიდი ოფისი, მაგრამ ასევე არის მცირე ზომის ოფისები. ერთგვარი ტრენინგი მე მგონი შეგვიძლია ბექასაც ჩაუტაროთ, ბექამ. არა, ბეს საკმაოდ ისეთი მე გავიგე რომ დრო სჭირდება, ასე ვთქვათ, ამ აპარატის შართვას და თუ გინდა შენ ტელეფონს შევამოწმებთ, არ არის პრობლემა. რა დრო ჭირდება? რაღაც დრო ჭირდება, ყოველ შემთხვევაში ეთერში არ ვიყოფ ალბათ ეს დრო. თუმცა მარტივი არ იქნება ხა ვერ. ან დაახლოებით ჭირდება 2 საათიდან 20 საათამდე. ანუ რომ მივიღოთ ინფორმაციული ჩვენ როდესაც მუშაობთ იგივე ტელეფონებზე, ამ შემთხვევაში ვაკეთებთ ვირტუალურ ასლს იმ მოწყობილობის, იმ მტკიცებულების და შემდგომში იმ ვირტუალ ასლზე მუშაობთ, რომ რეალური მტკიცებულება არ დავაზიანოთ რამით.
ძალიან კარგი. კვალიფიკაციის ამაღლებაზე რამდენად მზრუნავს ექსპერტიზის ბიურო საკუთარი თანამშრომლების, ანუ იგივე ტრენინგები, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ასე შემდეგ. რამდენად ხართ ჩართული ამ პროცესებში? აღნიშნული ტრენინგები არის პერიოდული და ასე ჩვენ დეპარტამენტს არის ჩართული NFSI-ის ქსელში, როგორც ბიუროს სხვადასხვა დეპარტამენტები და შესაბამისად ანუ გვაქვს გამოცდილების გაზიარება ერთმანეთთან ამ წევრობის ფარგლებში და ყოველთვის ვანახლებთ ინფორმაციას და ყოველთვის ვანახლებთ ახალ დატანაულებს ეგრეთ ვთქვათ რა მონაცემებს. პლუს ახალგაზრდა ექსპერტებიც გავზარდოთ, ამით მიზნით შარშან გამოვაცხადეთ დიდი სტაჟირება, ასე ვთქვათ, ერთწლიანი, რომელიც ფარგლებში ყველა იყო დაინტერესება. საუმაღლესი უნივერსიტეტის ინსტიტუტიდან მოვიწვიოთ უკვე კურსდამთავრებლები და ძალიან ბევრი ადამიანი, დაახლოებით 23 სტაჟიორი, რომელმაც გაიარა ეს სტაჟირება, ჩვენს ბიუროში გავიყვანეთ მერე თანამშრომლებად. ძალიან დიდი მადლობა, მე მინდა რომ წარმატებები გისურვოთ, მე მინდა რომ გისურვოთ ანუ არის განვითარება უფრო მეტი და ასე თქვა წინსვლა. მადლობა ჩვენ სტუმრებს მობრძანებისთვის, ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ, უფრო დეტალურად და თუნდაც დაგჭირდებათ ექსპერტიზა, მიაკითხოთ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და ისინი დაგეხმარებიან, რომ იყოს პასუხები ზუსტი და სწორი და რასთავარია სწრაფად და მალე. დიდი მადლობა სტუმრებს, ჩვენ მოკლე პაუზის შემდეგ დაგიბრუნდებით ეთერში.